რა თქმა უნდა, გარეშე უნდა გიპასუხოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმპერატივია, მე გთხოვეთ თუ შეიძლება რომ გიპასუხოთ. მე მინდა დავაზუსტო. არანაირ საინიციატივო ჯგუფში მე არა ვარ. მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლის კვალობაზედაც მე მგონია, რომ ინსტიტუციური მშენებლობის შეწყვეტა და ევროკავშირისკენ წასვლა და მისი შეჩერება არ მოვსულ არ ისე რომ ესა რა ქვია პატივს გცემთ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოვდივარ და ხა ზეპირად არ მოვსულა. მაშინ როდესაც გამოვიდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, მისი გამოსვლის მე-6 წუთსა და 54 წამზე მან განაცხადა, მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მე გააგრძელა, რომ ბიუჯეტზეც არ ავიღებ და ასე შემდეგ. შევედი ქართული სინონიმების ლექსიკონში, არ დავაყენებ, სინონიმებია შეჩერება, გაჩერება, შეკავება, შეწყვეტა, შესვენება. ამის შემდეგ, როდესაც პრემიერი ამბობს და ინტერპრეტაციას აძლევს, რომ მე ეს არ მithქვიაო, მე ნამდვილად ვერ მივაყენებ მას შეურაცხყოფას, რომ მას ან განათლება არ აქვს, ან არ იცის რა სიტყვას ამბობს და ასე შემდეგ. მან უბრალოდ განაცხადა ისეთი რაღაცა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ევროპულ სივრცეში გაერთიანება არის საქართველოსათვის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიაც ჩვენ ვართ. ის, რომ აქ ადამიანები ფიზიკურად იცხოვრებენ, ამაზე, მოდით ესე ვთქვათ, 3000 წლოვანი ისტორია გვიდასტურებს, რომ ფიზიკურად არ გადავშენდით და თუ მანამდე წავალთ და ხა მაინც ახალი მითოსი გვინდა, აგერ ზეზვა და მზიაც აქვე არიან, ხო? ანუ მე ისი თქმა მინდა, რომ პრემიერ-მინისტრს თუ აქვს სურვილი, რომ ის შევიდეს დიალოგში ვინმესთან, ხო? ასეთ შემთხვევაში მან უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უნდა თქვას, რომ იცით რა, ჩვენ აღვადგენთ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც ევროკავშირისაკენ წაგვიყვანს. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისათვის, ეს არის პრინციპული საკითხი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ჩემს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ უარი თქვეს ვიღაცებმა, ვინც გნებავთ, დამისვით, მე მოვალ და შევალ დებატებში. მე გიცხადებთ. ძალიან კარგი. ხო, ანუ ასეთ შემთხვევაში ოღონდ როგორც იტყვიან, ერთი წინაპირობით, მე არავის აზრის მიმართ მიუღებლობა არ მაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემი აზრის, საწინააღმდეგო აზრის მატარებელი. მე ეს არ მიშლის არაფერში, იმიტომ რომ რადგან მე ვაღიარებ იმას, რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლება, ის ვინც მე არ მეთანხმება, ზუსტად იგივე უფლება აქვს მას. მაგრამ სიმართლე, ასე ვთქვათ, ჩვენ ორის დიალოგში შეიძლება გამოჩნდეს, ან შეიძლება არ გამოჩნდეს და მიზეზს ეხლავე მოგახსენებთ. მიზეზი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბარ წონადი ადამიანები. ანუ ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკი, მე რომ დამსვათ ეხლა კობახიძესთან, ხო? მე 100-ით 0-ზე წავაგებ. მიზეზი ძალიან მარტივი იქნება. ის არის იურისტი, მე არა ვარ იურისტი. მაგრამ თუ თქვენ დამისვამთ ვინმე ჩემს კოლეგას, ასეთ შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ან 50-50-ზე დავამთავრებთ, ან მაქსიმუმ 5-7%, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს შეიცვლის პოზიციას. ეს უკვე იქნება შედეგი. ანუ მე ისი თქმა მინდა, როდესაც ჩემის აზრით, მოთხოვნა იმის კვალობაზე, რომ აქ ჩვენ დიალოგში არ შემოვალთ, ხო? იყო ის, რომ ეს ხალხი, რომელიც არის საინიციატივო ჯგუფი, ეს საინიციატივო ჯგუფი არ არის ძალაუფლების მატარებელი, ანუ ის არ არის ხელისუფლებაში, ის არ ფლობს არანაირ ინსტიტუციას.
ასეთ შემთხვევაში მათი საპირწონე ერთ-ერთ შემთხვევაში ვერ იქნება კობახიძე, იმიტომ რომ ის იერარქიულად ბევრა მაღლა. კობახიძეზე. მე სხვა რამის თქმა მინდა. კობახიძე ასეთ შემთხვევაში მეტაფორა ახლა. კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი პარლამენტარი. ამას არა აქვს მნიშვნელობა. თქვენ რომ მე ახლა აქ წინ დამიშვათ ჩვენი უბრალოდ ახლახანს არჩეული პრეზიდენტი, მე არა ვარ მისთვის საპირწონე. ლევან გიგინეიშვილი მაგალითად. სიამოვნებით ფაქტობრივად იმ ფაქტამდე მიიღეს ამ სტუდიაში სტუმრობის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ლევან გიგინეიშვილს ისეთი ზეწოლა მიდიოდა ერთი წუთი. მე ლევან გიგინეიშვილს შეგიძლიათ მასაც კითხოთ, მე ლევან გიგინეიშვილს მისი გამოსვლის შემდეგ კვლავ შევხვდები და ველაპარაკები კვლავ იმაზე, რაზეც მაქვს ჩაწერილი მისი ინტერვიუ, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა სხვათა შორის სოფოკლეს ოიდიპოსზე, რომელსაც მე მისივე ნებართვით აუცილებლად გამოვიყენებ და გამოვაქვეყნებ.